რა თქმა უნდა, კონფლიქტის დასრულებამ ყველანაირ საინვესტიციო პროდუქტზე და ასევე ბიტკოინზეც მოახდინა საკმაოდ პოზიტიური გავლენა. ამერიკაში უკვე იპოთეკური სესხის აღების დროს რამოდენიმე კომპანიამ დაიწყო კრიპტო აქტივების გათვალისწინება. Chainlink Data Oracle პარტნიორობას იწყებს Mastercard-თან, რათა მათ დანერგონ კრიპტო გადახდები ყოველდღიურ ცხოვრებაში. გამარჯობა. მე ვარ თემო და წარმოგიდგენთ ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემას Crypto News. თუ გაინტერესებთ ახალი ამბები კრიპტოს სამყაროში, აუცილებლად გამოვყევით ჩვენს გვერდზე და საუკეთესო ამბებს გაგაცნობთ ყოველკვირეულად. ამ კვირაში საკმაოდ ბევრი პოზიტიური ნიუსი გვაქვს. კონფლიქტი ისრაელს და ირანს შორის დასრულდა. აქედან გამომდინარე ამან საკმაოდ პოზიტიური გავლენა მოახდინა ბაზარზე. ასევე საკმაოდ ბევრი ახალი ამბავი არის კრიპტოვალუტების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვასთან დაკავშირებით და მოდით დავიწყოთ. როგორც წესი ჩვენს გადაცემას ყოველთვის ვიწყებთ ხოლმე ბიტკოინზე საუბრით და რა თქმა უნდა კონფლიქტის დასრულებამ ყველანაირ საინვესტიციო პროდუქტზე და ასევე ბიტკოინზეც მოახდინა საკმაოდ პოზიტიური გავლენა. ფასმა დაიწყო ზრდა და იმედი გვაქვს, რომ ეს პოზიტიური სენტიმენტი გაგრძელდება და ასევე რა თქმა უნდა ის რომ უფრო მეტი კონფლიქტის მოგვარება მოხდება გლობალურ გეოპოლიტიკურ ბაზარზეც. შემდეგი საინტერესო რაზეც ჩვენ წინა გადაცემებშიც ვისაუბრეთ, ეს არის Genius აქტი, რომელიც მოიცავს ამერიკის სახელმწიფოს ინიციატივას, რომ დანერგოს სტაბილურ კოინებთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიური და ტრანსპარენტული რეგულაციები და ეს Genius აქტიც ასე ვთქვათ ფინიშის ხაზს უახლოვდება ნელ-ნელა, რაც საკმაოდ საინტერესო იქნება გლობალური კრიპტოს ბაზრისთვის. საინტერესო არის კიდევ ის, რომ ამერიკაში უკვე იპოთეკური სესხის აღების დროს რამოდენიმე კომპანიამ დაიწყო კრიპტო აქტივების გათვალისწინება და აღიქვამს მას როგორც saving-ად, რაც საკმაოდ კარგია იქიდან გამომდინარე, რომ თუ თქვენ ხართ ინდივიდი, ვისაც აქვს კრიპტოვალუტა, გაქვთ 1 ბიტკოინი, 2, 7, თუ გაქვთ 7 ძალიან კარგი თქვენთვის და აღარ დაგჭირდებათ ამ თანხის გაყიდვა. პირდაპირ როგორც კრიპტო, ისე აღიქმება ეს როგორც თქვენი ფინანსური შესაძლებლობა, რაც საკმაოდ ბევრ ახალ ინოვაციას გააჩენს განსაკუთრებით უძრავი ქონების ბაზარზე. როგორც იცით, საქართველოში ჩვენ გვაქვს blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ასე ვთქვათ მიწის რეგისტრაცია და აქედან უძრავი ქონების ტრანზაქციებამდე არის დიდი მანძილი, ასე ვთქვათ. და საინტერესო იქნება ეს პრაქტიკები როგორ მოერგება ქართულ ბაზარს. და შემდეგი საინტერესო თემა, ვინც ჩახედულია, ასე ვთქვათ, კრიპტო ბაზარში აუცილებლად გაგებული ექნება Chainlink-ის შესახებ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კარგად დაფუძნებული, ასე ვთქვათ, კრიპტო პროექტი. Chainlink მოიცავს საკმაოდ ბევრ
ბევრ ნაწილს კრიპტო ბაზრისა, მაგრამ ყველაზე ცნობილი არის როგორც data oracle, ანუ ასე ვთქვათ, დატის აგრეგატი. და ანუ Chainlink-ი პარტნიორობას იწყებს Mastercard-თან ერთად, ანუ რათა მათ დანერგონ კრიპტო გადახდები, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. Mastercard-ს ყავს 3 მილიარდი ბარათის ჰოლდერი, რაც საკმაოდ ანუ დიდი პოტენციური ანუ ბაზარია კრიპტოს მომხმარებლებისთვის. ეს იყო დღეისთვის. თუ გააქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, გაინტერესებთ რაიმე კონკრეტული საკითხი, აუცილებლად ანუ მოგწერეთ ჩვენს გვერდზე, გამოგვყევით, დაგვიტოვეთ კომენტარი და ანუ ჩვენც შეძლების დაგვარად ანუ შევეცდებით რომ გავითვალისწინოთ. მადლობა, ნახვამდის.